ამ ეგრეთ წოდებული ინფლუენსერებს მინდა მიმართო, რა ვიცი, ზოგი ცნობადი სახე ქვია, ზოგს რა ვიცი, მსახიობია, რა ვიცი. სადაც არ უნდა გაიხედო Facebook-ზე ალბათ თქვენ შეამჩნევთ, ეგრევე ამოგიგდებთ სამშენებლო რომელიმე კომპანიის რეკლამა, სადაც გამოდის ეს ცნობადი სახე და ყოლის ვაჭრის მისაქვია ღიმილით ვიყება რა კარგი არის ეს, რა ვიცი, მე აქ დავარქა რომელი დიღომი პალაცი ან რა ქვია საბურთალო ლაივი და ასე შემდეგ. ანუ არეკლამებს სამშენებლო კომპანიების მიერ, რა ვიცი, გაყიდვას ამ სამშენებლო ფართების. სინამდვილეს სამშობლოს გაყიდვაზეა ლაპარაკი, ხო? ესეც უნდა ვიცოდეთ და ამ ეგრეთ წოდებულმა ყველაფრით ფულის მშოვნელმა და ყველაფრიზე ხელის მომწერებმა უნდა იცოდნენ რა, ამ ინფლუენსერები თუ ცნობადი სახეები თუ შიბლოიდები ვინც არიან, რა ვიცი. სამშობლოს გაყიდინებენ და სამშობლოს გაყიდვაში მონაწილეობთ, იმიტომ რომ სამშენებლო კომპანიები ამას უცხოელებისთვის აშენებენ. აღარ არის სამდენი ქართველი, რომელსაც შეუძლია ბინის ყიდვა, ეს მე მგონი უნდა იცოდეთ, ხო? 200,000, 280,000 მშიერი ბავშვია ოფიციალური სტატისტიკით. გაუბედურებული ხალხი, 100,000-ობით გარბის ხალხი უცხოეთში, თავის გადასაჩენად. შია ხალხს და ამ დროს ეს გაქანებული ყოველ კუთხე კონჭულში კორპუსების მშენებლობა და თქვენს მიერ გარეკლამება ამისა, ეს მას ნიშნავს, რომ აზია-აფრიკის ჩამოთესლებას არეკლამებთ. რომ მე თქვენი შვილები, ავით, იქნება თქვენც დაგაორსულონ და ერთად წარდგებით მე 17 მაისს ოჯახის წმინდის დღეზე თქვენს არაბ ან რა ვიცი პაკისტანელ იობარებთან ერთად. აი ეგ არის ამის ბოლო და ქართველიერი კიდე უმცირესობაში გადაექცევა. აი ეს მარტივი ლოგიკა არის და მარტივი ჯაჭვია და იცოდეთ რა ყველაფერზე. ფულის კეთებაზე არ შეიძლება ეს ამბავი რა. მით უმეტეს რა ვიცი, ვისაც მე უყურებ აქ ამ სარეკლამო კამპანიაში ჩართულებს ამ სამშენებლო ბიზნესსა, არც ერთი არ ადგას პროტესტზე და არც ერთი არ აპროტესტებს საქართველოს დაღუპვას, ხო? ანუ ჩვენ, რა ვიცი, ზოგი იტყვის, როგორ ამბობენ ხოლმე, მე ხელოვანი ვარ, მე პოლიტიკით არ ვინტერესდები, მსახიობი ვარ, აბა რა ვქნა მე, აბა მსახიობი რო ხარ, რისთვის ახარ მსახიობი? მაყურებლისთვის ხო ხარ მსახიობი კაც? და შენ მაყურებელს ცოცხლად რატყავებენ, ეს შენ არ გეხება? ანუ შენ სუპის ფული გააქვს და გაძლევენ ამ სამშენებლო კომპანიების თუ რა ვიცი, სხვა რაღაც ბაბასილის რეკლამირების საშუალებას, რომელიღაც ტელევიზიაში, რომელიღაც შოუში დაგპატიჟებენ და ანუ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა. შენს მაყურებელს რო ცოცხლად დატყავებენ მეთქი და მთლიანად შენს მოდგმას რუსული ურდოს ბოსელში რომ მიგათრევენ ეგ არაფერი? თუ მაინდა-მაინც მაჰმუდა უნდა მოგაჯდეს და გაგანაყოფიეროს რომ მიხვდე რომ ვერ არის საქმე კარგად. მოკლედ აი მის თქმა მინდოდა გაავწერეთ ეს ვიდეო და ბერმა ადამიანმა ნახოს და დაფიქრდით, რა ვიცი. დაფიქრდით ახლა. მე ისე ციკები კი არა მაქვს კაცო. თქვენზე კარგად, თქვენზე უკეთესად ვიცხოვრებდი აქაც და უცხოეთშიც, როგორ მე. მაგრამ სამშობლოს რა უკნათ? ჩვენ საფლაებში რომ მოგვადგებიან თაფლაებთან შვილები და ჩაგვაფურთხებენ, რასაკეთებდით სამშობლო იღუპებოდაო, მაგას რა უყო? თუ ყველას თქვენნაირი ნაგავი შვილის აღზრდას უზდა, ეგეთებად მიგაჩნიათ, რომ ასე მოიქცევიან, ასე აინტერესებს სამშობლო.